სასამართლო ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნობს და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. საქმის პროკურორი განაცხადებს, რომ სასამართლო გამოძიების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარწმუნოდ მიიჩნევს. სასამართლომ გაანმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული. ბრალდებულის ქმედება ცალსახადად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და კიდევ ერთხელ აჟღერებს ელისაშვილის პოზიციას. ამბობს, რომ ქმედება პროტესტი იყო და ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ 8 თვის განმავლობაში ამ მტკიცებულებთა გამოკვლევის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვებით, დაკითხვებით, აგრეთვე ექსპერტიზების დასკვნით დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხია. ტერორიზმის მუხლი ადამიანს მხოლოდ იმიტომ არ სჯის, რომ მას პოლიტიკური პროტესტი ჰქონდა. გადამწყვეტი კითხვა არის, რა მეთოდია არჩეული პროტესტის გამოსახატავად. საქმის დეტალები ვნახოთ. 2025 წლის 29 ნოემბერს ალეკო ელისაშვილი ნიღბით მიდის სასამართლოსთან. ჩაქუჩით ამსხვრევს კანცელარიის შენობის გარემინას. უკანონოდ აღწევს შენობაში. შეაქვს ცეცხლის გაჩენის საშუალებები. ბენზინს ასხამს დოკუმენტებს, ინვენტარს, ტექნიკას. დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია მანდატურს და ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვას. თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო ძალადობრივი და საზოგადოებისთვის პოტენციურად საშიში ქმედება. სასამართლოში ბენზინით შეჭრა და ხანძრის გაჩენის მცდელობა ჩვეულებრივ პროტესტის ფორმად ვერ ჩაითვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ სასამართლო შენობა არის სახელმწიფო ინსტიტუტი. ბრალდებული იქ ძალადობრივად შეიჭრა. თან ჰქონდა აალებადი ნივთიერება, ცდილობდა ხანძრის გაჩენას. ტერორიზმის მუხლისთვის ორი ძირითადი ელემენტია საჭირო. პირველი დაფიქსირებული უნდა იყოს ისეთი ქმედება, რომელიც მძიმე საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. მეორე, განსაზღვრული უნდა იყოს ტერორისტული მიზანი, ანუ სპეციალური განზრახვა. პირველ ელემენტზე უკვე ვისაუბრეთ, საშიში და სახიფათო ვითარება შეიქმნა და ეს ყველამ დავინახეთ. ახლა გადავიდეთ მეორე, აუცილებელ ელემენტზე, განსაკუთრებულ განზრახვაზე, ანუ ტერორისტულ მიზანზე. და აქ მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს. იყო ეს სპონტანური ემოციური პროტესტი თუ წინასწარ დაგეგმილი მოქმედებების ერთობლიობა. სწორედ ამ კონტექსტში კიდევ ერთი გარემოებაა ყურადსაღები. ეს სასამართლო თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. პროკურატურის ვერსიით ჯერ კიდევ 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობს. გამოძიების მიხედვით ის სასამართლოს შენობის უკანა მხარეს ადის. ფანჯრის გაღებას ცდილობს, ხოლო შემდეგ არქივში აალებად ნივთიერებას აგდებს, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არქივის დაწვას სცადეს, შემდეგ კანცელარიის. ეს სწორედ ის ოთახებია, სადაც ინახება სასამართლო საქმეები, დოკუმენტაცია, ტექნიკა, საქმის წარმოების მასალები. გამოდის, რომ მისი მიზანი იყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოს ინფრასტრუქტურის დაზიანება. თუ ხანძარი გავრცელდებოდა, შეიძლებოდა განადგურებულიყო სასამართლო საქმეები, შეჩერებულიყო კანცელარიის მუშაობა, გადადებულიყო სასამართლო პროცესები და დაზიანებულიყო სასამართლოს ინფრასტრუქტურა. თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკური პროტესტია, რატომ აღმოჩნდა ორივეჯერ სამიზნეს სწორედ სასამართლო და მისი ის სივრცეები, სადაც საქმის მასალები და დოკუმენტები ინახება. პროკურატურა სწორედ ამ გარემოებებით ასაბუთებს ტერორისტული მიზნის არსებობას. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე, ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. თავდასხმელი თავის მხრივ ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.323 მუხლის პირველი ნაწილით. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.
და ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო არაერთ რეზონანსულ სიცხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალადობრივი აქციების დროს პარლამენტის შენობაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირების პროცესები. ყველას გვახსოვს, როგორ ანადგურებდნენ ყველაფერს პარლამენტის ირგვლივ, როგორ გამოჰყავდათ წყობიდან პარლამენტის შენობაზე მიმაგრებული ვიდეო კამერები და განათებები. პარლამენტს კი ცეცხლს უკიდებდნენ. ამავე სასამართლო შენობაში იმართებოდა 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებიც. იმ დღესაც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას სცადეს. ამიტომაც ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ხომ არ იყო მისი რეალური განზრახვა მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისთვის ხელის შეშლა. იმიტომ რომ თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკური პროტესტია, რატომ ხდება აუცილებელი სწორედ იქ, კანცელარიაში შეღწევა? რატომ არ შეიძლებოდა პროტესტის გამოხატვა შენობის ფასადთან ან ეზოში? სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ სასამართლოები, როდესაც ადგენენ, აქვს თუ არა ქმედებას მხოლოდ საპროტესტო ხასიათი, თუ ის უკვე ტერორიზმის ნიშნებსაც ატარებს. აქ გადის ზღვარი პროტესტსა და ტერორიზმს შორის, როდესაც სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტია და გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელსაც შეუძლია მძიმე საფრთხის შექმნა. ასეთი საქმეები მხოლოდ საქართველოში არ განიხილება ტერორიზმის კონტექსტში. ამის ერთ-ერთი მაგალითი უკრაინაა. 2015 წლის 27 სექტემბერს ოდესაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული შენობის სიახლოვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაზიანდა შენობის ფასადი, ფანჯრები და მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლი არ ყოფილა, არავინ დაღუპულა და არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ საქმე ტერორიზმად შეაფასა. დაკავებულ პირს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და საქმე ტერორიზმის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. რატომ? იმიტომ რომ გადამწყვეტი არ აღმოჩნდა შედეგი, გადამწყვეტი აღმოჩნდა სამიზნე, სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა და გამოყენებული მეთოდი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. ოღონდ უკრაინაში ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ოპოზიციას ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება არ დაუწყია. არც მისი უდანაშაულობის კამპანია წამოუწყია და არც ფართო პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადებია. ტერორიზმის კვალიფიკაციაზე იყო ქმედება ტერორისტული აქტი თუ პოლიტიკური პროტესტი, მხოლოდ საქართველოში იწყება. არ არსებობს მტკიცებულებები. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ვიდეო ჩანაწერი არ არის მტკიცებულება კანცელარია საქალაქო სასამართლოს ინსტიტუცია? არ არსებობს არანაირი ყვალი ალეკო ელისაშვილის დნმ-ის. იტყვიან, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი? რომ თავად ელისაშვილი უკანონო პატიმარია. არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს. ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს. ბრალდება აბსურდულია. რაც ზედაპირზე ჩანს და რაც მგონია რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახა, ხო? არსებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას და სასჯელის ზომას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ვერ იქნება. სასამართლო პოლიტიზირებულია. ალეკო ელისაშვილის საქმე არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ანგარიშწორების. ამიტომაც სოლიდარულები უნდა იყვნენ. სოლიდარობა ალეკო ელისაშვილს. ალეკოს სოლიდარობა გამოუცხადო, პოსტის დავწერე. ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს, საქართველოს პატრიოტ კაცს, მე მინდა სოლიდარობა გამოუხატო. მინდა ჩემი მხარდამჭერა გამოუცხადო ალეკოს ოჯახს, ძალიან მძიმეა ის რაც ხდება მათ ოჯახში დღეს. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას. ალეკო, შენ გვერდით ვარ. რა ის ტერორისტია ელისაშვილი? ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური. ლელო საკუთარი წევრის დასაცავად სპეციალურ განცხადებასაც კი გაავრცელებს, მაგრამ ტერორიზმის ნაცვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგმობს. ელისაშვილის დანაშაულს არ ემიჯნებიან. ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს ვიყო მებრძოლი კაცის ხომაგი. არც გმობს და არც ემიჯნება პარტია ალდე. ამ ევროპულ ლიბერალურ ოჯახში ლელო 2023 წლიდან ჩაეწერა. თავად ალეკო ელისაშვილი ლელოს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი 2024 წლის აგვისტოდან ხდება და ალდეს ლიბერალურ ოჯახობას ავტომატურად უერთდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მამუკა ხაზარაძის საარჩევნო სიით გამოდის, თუმცა პარლამენტში ვერ ხვდება. შორს რომ არ წავიდეთ ტერორიზმს არც ლიბერალური გაერთიანება
ALDE გაემიჯნება. ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა ALDE-მა უნდა აიძულოს პარტია ლელო გაემიჯნოს ტერორიზმს ან გარიცხოს ლელო საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ALDE გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება. არადა თავად ელისაშვილი თავის სიტყვაში ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ქალაჩუნობა მაღიზიანებს ეთერებში რომ დამსხდარან და ამბობენ ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო. ქალაჩუნურად ფიქრობთ, მე თავს კი არ ვიმართლებ, პოლიტიკოსად არ დაუბადებულ ვარ, დავიბადე კაცად. მახსჯობდა პროტესტის გრძნობა და როგორც შემეძლო ისე ვიმოქმედე, თუმცა არ გამომივიდა. მაგას ვნანობ, რომ დამიჭირეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არსებობდა წინასწარ განსაზღვრული და მომზადებული გეგმა, ტერორისტული მიზანი და ამიტომაც მოხდა ქმედება. უბრალოდ წარმოიდგინეთ ოპოზიცია, რომელიც ძალიან მარტივ თემებზეც კი ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციის შემუშავებას. ახლა ერთხმად ელისაშვილის მხარეს დგება და აქ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ძალადობრივი ქმედებები იწვევს მათში სრულ თანხმობას. მაშინვე ერთხმაში იწყებენ საუბარს. როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობას რომ იწონებდნენ. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ქუჩაში გამოსული არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. როგორც ეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს მოხდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას რომ ამართლებდნენ. დამსახურებული ხალხი, პატიოსანი, წესიერი ხალხი 5 წლით გაუშვეს ციხეში აქციაზე ყოფნის გამო. ყველა ისინი, რა თქმა უნდა, დღეს ვერც სასამართლო შენობის დაწვაში დაინახავენ რაიმე ცუდს და შემაშფოთებელს. პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო, იერიში სახელმწიფოს სამივე შტოზე მიიტანეს. მაგრამ ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე გვესაუბრება, სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობს. მასზე თავდასხმებს ამართლებს და მუდმივად ტერორის მხარეს არის. ამიტომაც ალეკო ელისაშვილის საქმე და ოპოზიციის რეაქცია მის მიმართ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ არგუმენტად იქცა. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფასების მოთხოვნის კონტექსტში. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს. გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან. როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარ დანაშაულს კეთილშობილური გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხან სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი. თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამყრობელს ებრძოდა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმების შეფასება მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების გამოწვევა არ არის. ბოლო წლებში დასავლეთის სახელმწიფოებიც ცდილობენ განსაზღვრონ, როდის გადადის პოლიტიკური ძალადობა იმ ზღვარს, რომელსაც უკვე ტერორიზმი ჰქვია. სწორედ ამ კონტექსტში საინტერესოა დონალდ ტრამპის 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას, სადაც პირდაპირ წერია: ანტიფას ვაცხადებ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად. ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ფედერალურ უწყებებს ავალებს გამოიძიონ, შეაფერხონ, დაშალონ და სისხლის სამართლებრივად გამოიძიონ ანტიფას სახელით მოქმედი უკანონო ქსელები და მათი დაფინანსება. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იძულებისა და დაშინების მიზნით განხორციელებული ორგანიზებული ძალადობა არის შიდა ტერორიზმი. შეიძლება განსხვავდებოდნენ ქვეყნები, კანონები და პოლიტიკური გარემო, მაგრამ ერთი პრინციპი თითქმის ყველგან ერთნაირია. როდესაც პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ირჩევ ძალადობას, სამიზნედ კი სახელმწიფო ინსტიტუტებს იკითხები, ეს ტერორია თუ პროტესტი აღარ ჩნდება. ამიტომაც იკითხება ქართული ოპოზიციის ქმედებები და რეაქციები სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები და რადიკალიზმი შიდა ტერორად.